გაასხვისეს ისეთი საწარმოებები, რომელიც ესე იგი, ახლა ვერ გავიგე. გაზის გამონაწილებელი კომპანია კაზახი უნდა ჩამოსულიყო ქართლოსკინია რა. შეიძლება. თუ არა თქვა ვიღაცა ეს სწორად ანდა აზოტი რო გაყიდეს ნებისმიერ ვარიანტში ეგ არის პოლიტიკური ბერკეტი. თუ რაღაცა გინდა აზერბაიჯანში ან სომხეთში, თქვენ შენ ვარჯილა გინდა, მაშინ მეცეს გინდა. ეს წვრილმანი. ახლა დაანგრიეს ზეგნაშენი. ვამბობთ ქართული ერი. ერში შედის მარტო ქართველი კი არა. ერში შედის თათარი, აზერბაიჯანი, ებრაელი, სომხები. მაგრამ ჩართავს ტელევიზორს თუ არა, ხელად აი ჩვენ ქართველები, მარტო ქართველი ისა, ქართველი ეროვნება არ შეიძლება. ჯერ აი თუ გახსოვთ სახუროვმა რო თქვა, რომ საბჭოთა კავშირში არის ორი იმპერია. ერთი იყო მთლიანი საბჭოთა კავშირი, მეორე არის საქართველო. მცირე იმპერია. ახლა როგორ ფიქრობთ, ეს მცირე იმპერია რო დაანგრიეს? პირველ რიგში დაანგრია ბატონმა ზვიადა. მერე ინგრეოდა და ინგრეოდა. რა სჭირდება საქართველოში? აი სათვისტომოები რო არის, აფშინა არმიანსკაია, აფშინა რაცისტკაია. მაგით რა უნიშნავთ, ესე იგი, შენ არა ხარ ქართველი, შენ სომეხი ხარ, შენ რუსი ხარ, შენ აზერბაიჯანელი. რა საჭიროა საქართველოს ეს აფშინები? შეიძლება იყოს კულტურная какое-нибудь мероприятие, მაგრამ აფშინა რა სულაშ? არ გინდა მოუაცხოვრება, წადი ბატონო შენ რუსეთში, წადი ბატონო სომხეთში, აი მე სომეხი ვარ. არ გინდა ცხოვრება, წადი ბატონო, ჩვენიერი სომხეთია. რა გინდა ეს აფშინა? ეს მარტო სომეხი კი არ აკეთებს, ეს ვიღაცა აკეთებს, რომ სომეხი დანიშნ, ეს შენი არ არის. ეს შენ სტუმარი ხარ აქ. რახან სტუმარი ხარ, გაჩერდა და იღარ. არ არის სტუმრები. გაჩერდა მოიწინებ. მომაწვევინებ. სტუმარი არის. ყოველ საღამოს ხელში წარი რაღაცა ნაციონალისტური მომენტები. ეს ისიც გარედან უფრო ჩარ. გარედან უფრო ჩარ. უფრო ჩარ. ეგეუნებით უფრო ჩარ გარედან. შიგნით არაჩავს ესა. გარედან ფხილი უნდა იყოს ადამიანი, მით უმეტეს საქართველოში. დავით აღმაშენებელი, დავით აღმაშენებელი მეჩეთში შედიოდა. სომხურ ეკლესიაში შედიოდა. ესამემ განთავისუფლდა 21 წელს თბილისს განთავისუფლდა მთელი სომხეთი. ასე იყო ზუსტად. იმიტომ რომ იცოდა, რომ ორი ქრისტიანული ერთმანეთთან უნდა იყოს. ეს მომენტები არსებობს საქართველოში. მე მგონი პირველ რიგში თუ გახსოვთ ეს წელიწად ახლის წინ მე თქვენ დაგირეკე და უთხარით, გითხარით რომ ესე იგი საქართველოში ეროვნული იდეა არ არსებობს. აი რომელიც ირგული ხალხი ერთად დადგება, არ არსებობს. აი უბრალოდ ამასაც გეტყვით, აი მიტინგებს ატარებენ, ის იმ დღესაც დაგირეკეთ და გითხარით. მიტინგს რო ატარებ, მიტინგი არის პოლიტიკური გაკვეთილი. შენ რო ატარებ მიტინგს, რეზოლუცია უნდა მიიღო. ეს რეზოლუცია ოფიციალური საბუთია, რომელიც ხელით აწევით მიტინგის მონაწილეებს უნდა დაადასტუროს, რომ თანახმა. ეს რეზოლუცია უნდა მიაწოდოს და სახელმწიფოს და მერე მოსთხოვო. მოსთხოვო. შესრულება ამ რეზოლუციის. ჩვენთან მიტინგზე გადიან, ყვირიან, წივიან და ისიც მერე დავიშალოთ ხვალ. ზეგ შევიგრებებით. ესე არ კეთდება. გამთელი უნდა იყოს ერი. ძალიან იყო. რეკლამაზე გავიდეთ ბატონო აკაკი და შემდგომ გავანალიზოთ ძალიან კარგი რეკლამაა ჩვენს ეთერში. ბატონო აკაკი ძალიან კარგი მოთხოვნა აქვს, საინტერესო თანამოქალაქე ჩვენი. ძალიან საინტერესო, კომენტარი გააკეთეთ. კომპლიმენტის გარეშე ყოველგვარეს, რომ აი ეს არის რა, ხო, ყველაფერს შევდავეთახმებით ერთმანეთს, ნახეთ რა კარგია, ხო? მოსაზრებებია საერთოდ, მართალიდანებით აბსოლუტურად. ვარე შემაყურებელი ესეთ რამეს დაინახავს, ხო, მე თავი ფერაკლე მგონია, მაგრამ არა ვარ, ხო, და ვიღაცა ხომ თulis არ ახარო. ამ პირიქით რაღაცა უკეთესწრება, მაგრამ ვერ ვაგენ. გავითვალეთ მიიღო თუმცა ნაციონალისტი ნამდვილად არ არის. ცოტა გააზრია. მაგრამ არა უშავს, ესეც მოსულა და უნდა იყოს ალბათ ეგ ამბავი. მე მაშინ მათოდაკაკი ერთის არის ფაფატეთ აი ამ მაყურებელს მინდა შევაგება, როდესაც მიტინგზე მივედი ვიტეზე, დაახლოებით 500-600 აულებრები სომხები არ მიშვებდნენ და ყველა დაალ საჩუქრებს ბაგრობდნენ, ზოგმა ნახატი მომწონს, ზოგმა რა დამეწუნეთ,
ძალიან სპილვა და კეთილად მახსენდება ელიას თოჯონის ცხოვრების ეს ქალაქი ხო ჭიშილხის ერთად არის ეს ქალაქი ეს მოქალაქეები ეს ქალაქი განსაკუთრებით მეცაც გეტყვით რა ამ საფრთხის დროს ჯავახეთზე იყო ლაპარაკი და მე ვარწმუნე ჩვენ ესეთი ხელისუფლება ყავს კიდე ის ხალხი იქცევა წესიერად სანამ წესიერად იქცევა ჯობია ჩვენც რაღაც ყურადღება მივაქციოთ იმ მხარეს და ჯავახეთს იმის ყვირილი მარტო ჩვენია თუ ჩვენია პატრონობა უნდა და ხელშეწყობა უნდა იქ ხალხი იცხოვროს ნორმალურად და კონტაქტი ქონდეს გამოდმებული და სტაბილური ცეცხლი ეხლა რაღაცა სწორედ თუ კარტოფილი და ისა იქოს ჩვენ თვისმეტი გასაყიდია ასეთ ამ ჩვენ შემოგვაქვს თურქეთიდან და იმას ისინი ყიდულობენ მე რა ჩვენ შემოგვაქვს ამერიკული კიტრი ხო აფრიზამდები ძალიან აი რაც შეეხება თემებს ეს არის ძალიან საინტერესო იდეა რასაც გვეგზავნეთ და მე იმედი მაქვს რომ ოდესმე მივახცევთ ცივილიზების ისეთი დონეს რომ ეს ეჭვები ერთმანეთს მიმართ აღარ გვექნება და მართლა კულტურული ერთიანობა იქნება როგორც შეერთებულ შტატებში საქართველოს ირლანდიელები ებრაელები იქ კულტურული საზოგადოებებია იქ კულტურას ინახავენ უფრთხილდებიან და ყველა მიესალმება ამას თან ახლა ჩვენთან სპეციფიკური ისაა რომ თქვენ კი მოგეხსენებათ რომ თბილისელი სომეხი კიდე სხვანაირად ლაპარაკობს ვიდრე ისა დიალექტია პირდაპირ სომხური თბილისური ეს ამბობენ უფრო ეს ნაცვლად დაღესტური დიალექტი არის ეგრე კიდე თალკე ამბა ეგ არის კარგი რამ დიდი მონოპოლარია და უნდა გიქხათ აი თქვენ ზვიადერძანეთ არის ყო ეს ზვიად და ბევრი რამ ცხონებულს უნდა გამოგიწევთ პიარი რასაც ქვია ხა პროპაგანდა მოვიკოჩეთ არ გვეგონა რომ ეს იქნება თუ ზვიადსა აქ ამბობი მამამის კონსტანტინეს დასაჭერად მიადგენ ხანმოკლედროით დააპატიმრეს და ინკავედეს მიუძღოდნენ ხოლმე წინ კონკავშირებთან ჩართავდნენ ხოლმე და ორმა სომეხმა ბიჭმა შემოირბინა ზიაკ პოტია გიჭერენ გაიქეციო იმათთვის ეს იყო სასიკვდილო საფრთხე იყო და რო არ გაიქცა მამაჩემე და უცხეს თქვა რომ ახლა ერთი ვერად გამოცად გავექცევოდიო და ის ბიჭები დაიღუპებოდნენ თქვა მე ვთხოვდი რომ იქნება მოყვემესკის საჯაროდ და საერთოდ აღინიშნებოდა ხოლმე ძალიან მიყვარს საერთოდ საერთოდ სამივე ენაზე ძალიან დიდი პოეტია სხვა შორის რომლებზეც წერდა და ჩვენ ქართულად შეცანიშნავდა სომხური და აზერბაიჯანული თარგმანები გვაქვს ჩვენ ბრწყინვალე მისი მოგეხსენებათ ესეთმა ხალხმა თარგმნა რა ვიცი ბატონი გივი შაჰნაზარის თარგმნილია ფანტასტიკური ვინ არის გივი შაჰნაზარი ხო რა თქვა სომეხია ქართველია რა თქმა უნდა სომეხია თამაშობით თბილისელია ნამდვილი მეტი არ იქნება ისეთი ხო აი რა გინდა რომ თქვა კაცო ესეთები ვარ ხო და აი ზვიადს ეს პრობლემა უფრო ქონდა რომ აი დამოკიდებულება და ჩამოვიდა ასემელი არ მოყარს ეს თემა იყო და კარგი საუბარი დავიდა რომ ნიქსონი ჩამოვიდა და პატარებით ქალაქში და გეგმა იყო ხო ცხადია და ლაბაში მოხდით და როგორი კაცი იყო 80 წელსა იყო ახლა ჩამოვიდა და მითხრა მანქანაში ძილი დიდი მანქანა იყო ისეთი ხალხათვის ხეთ რომ ესო რამდენადაც მე ვიციო სომხებით დასახლებული უბანები სახთან დავჭიო და გამოგიწევთ კი ბატონო მესკი დიახ რა თქმა უნდა შეიძლება ვაქვე დაუგეგმავთ რომ გავჩერდეთ რომ კი ბატონო გავჩერდით და გადმოვიდა ნიქსონი ემახსოვრებათ იმ უბნელებს და მოვიდა რა პირდაპირ და შემოგვეხია ხო ხალხი რა შეიძლება დეტალურად ასევე ეს როგორ ხო მარტო ხორო თავი არა თვითონ ესე აი ესე მითხრა ეს რამდენადაც მე ვიცი სომხებითა სომხური უბანი ხალხში კი ბატონო მეთქი ხო და როგორ შემოგვეხენდა ხო ეს როგორია კაკოჯარი როგორ ახალ ჯიგარო და ესეც აპარაკი მედიის ახლა ეს ხედავს ამ მორციან დამოკიდებულებას და ეკითხება თქვენო და ნიქსონი ვა და ხა ნიქსონი ფარასოსო ნიქსონი ეკითხება თარჯიმებს რა თქმა უნდა რომ ისე თქვენო აი ეროვნები თუ ვიზონები სულ ყველანი სომხები აღმოჩნდა სხვადასხვა მართლა სულ ყველანი შეუძლია და აი თუ 30 კაცი 40 ასე ან 100-მდე ავიდა ბოლოს შემოგვეხვია მოულოდნელად გავჩერდი და ნიქსონი ეუბნება ამას რომ იცნობთ ეხლა როგორ არა უცებ ამის ბელაცას იცნობთ კიო ზვიადა ჩვენი კაცი ზვიადა თან და და აი ესენი რასაც აწვევიანო დამოუკიდებლობას თქვენ მარა უცხო ჩვენი ქვეყანა არის ბიჭო ისე გამეხარდა ნიქსონმა მითხრა მე რა აი მას მიაქციეს ყურადღება რა ეს მე ეს ვაჩვენებ რა რომ აი ეს ადამიანი რო თქვენსკენ აი ეს ხო არა ქონდა ამას რომ მიაქციეს ყურადღება ესეთ რამეებს ხა კარგია რომ მეცნიერებმა შეთხო გესიამონა ბიჭო თქვენ რასაც გაბრალებენო უპასუხეთ რომ ეს ხალხი ასე უყურებს ამ საქმესო რა სამწუხაროდ ახლა ისეთი ხელისუფლება ყავს რომელიც არ არსებობს ბუქავს ხოლმე ძალოსვილი და ჩვენ რაც ხონდა იმის პროპაგანდას ვერ ვახერხებდით მე თავს კი არ ვიმართებ რა თქმა უნდა ჩვენს გადავაჭარბებით ხოლმე ზოგ რამეს
ეგეც ბუნებრივი იყო, ხო იცი, რომ გამოქანდოდა ხანხარა ზოგადი ხალხობიდან ასაიდანმე იქ მეტი მოგდის ხოლმე. ამას ყველაფერს ახსნა ქონდა, მაგრამ აი ხშირად ვბრძანებთ იმას, რომ აი მოიშალა ყველაფერი. ამას ეს უკვე